ინტერნეტის საძიებო სისტემაში თუ ჩააწერთ სახელს და გვარს, კანდიდ კუციანს ბევრს ვერაფერს ნახავთ. ერთ-ერთი პირველი, რაც მოიძებნება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საქართველოდან გაქცეულ თანამდებობის პირთა სია. კანდიდ კუციანი ომის დროს ქვეყნიდან გაიქცა. რა მოხდა? ვინ არის კუციანი? კანდიდ იგივე კახა კვიციანი საქართველოს პარლამენტის წევრია. მესტეის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რომლის ვერც სახელს გაიგონებთ ხშირად და დიდად არც გაკეთებული ან მისი გაფუჭებული საქმეებით არის ცნობილი, მაგრამ ანატომია მას შემდეგ დაინტერესდა ამ ადამიანით, რაც შეიტყო, რომ ის ძალიან ახლო ურთიერთობაში გახლდათ კანონიერ ქურთთან და რეალ ომიანთან, რომელმაც სავარაუდოდ მისი პოსტრევოლუციური მომავალი უზრუნველყო. ყოველ შემთხვევაში ამას ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც სხვების მსგავსად ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია. ვინ არის კანდიდ კუციანი? მისი ფულით მოახერხა 2 წელიწადში 4 საცხოვრებელი ბინის შეძენა და სად გაქრა მისი ქონებრივი დეკლარაციი და კომპანიები, რომლებიც მისი დაფუძნებული იყო. კლანურ სისტემასთან მებრძოლი ხელისუფლების პირობებში მოქმედებს თუ არა სვანური, მაგრამ დაკანონებული კლანი მესტეიაში და გასამდიდრებლად რომელ გზას იყენებენ დეპუტატები, განახლებული მესტეის და მისი პატრონის ანატომია. უცხოურ ინვესტორებს როგორ უნდა ჩაუჯდეს ვინმე წელში, მაგას აუხსნიან კარგად საქართველოს ევროპული რანგის საპატიმროებში მრავალი წლის შემდგომი წლის განმავლობაში მათ. და შემდგომ ჯერზე როცა ამო მესტიაში და ვინმე მომაწოდებს მათი შეწყალების წერილს ტყუილად უმომაწოდებენ. დაუბრუნებ უკან ძალიან ცივად. იმიტომ რომ ტრადიცია სიღარიბის, კრიმინალის, თავზეხელაღებულობის და ბანდიტიზმის არ არსებობს და ესეთი სვანური ზოგად ქართული ტრადიცია საქართველოში არ იყო. ესე ეგონა შევარდნაძეს, რომ საქართველო ყველა კორუმპირებული იყო, ასე ამბობდა ხშირად, ყველანი კორუმპირებული, რა ვქრა, ტრადიცია იყო კრიმინალის. დაკავებულები არიან მესტეის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, განვითარების და ახალგაზრდა საქმეების სამსახურის უფროსი დავით ჯაფარიძე. სააქციო საზოგადოება ენერგოპრო ჯორჯიას მესტეის სამსახურის მთავარი ინჟინერი დარიელ ჯაფარიძე და მესტეის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი. ასევე დაკავებულია მოქალაქე შოთა ჯაფარიძე. აღნიშნული პირები კანადელ ინვესტორს დაბა მესტეაში არსებული ყოფილი ტურისტული ბაზის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ხელის არ შეშლის მოტივით სწავლავდნენ 70,000 ლარს. დაკავების დროს აღნიშნულ პირებს თან აღმოაჩენდათ უკანონოდ მითვისებული თანხა. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 191 მუხლის მეორე ნაწილის ქვეპუნქტით. აღნიშნული ინფორმაცია ტელევიზიებმა 2010 წლის 9 ივლისს შუადღისას გაავრცელეს. როგორც რამდენიმე წუთის წინ მიღებული ინფორმაცია, მოგვიანებით კი ამ თემაზე უკვე პრეზიდენტიც ალაპარაკდა, მაგრამ საქმეში სხვა დეტალები გახდა ცნობილი და გაირკვა, რომ დაკავებული ქალბატონი ოპოზიციის წევრი იყო და არასამთავრობოები არ გამორიცხავდნენ, რომ ნავერიანის და მისი ნათესავების დაპატიმრება პოლიტიკური ანგარიშზორების შედეგი ყოფილიყო. იყო ვერსიაც, რომ ეს ადამიანები უბრალოდ საკუთარ და მესტიელი ხალხის უფლებებს იცავდნენ, რომელიც მამაპაპისეულ მიწების მესაკუთრეობას ეხებოდა. უფლებებს, რომელზეც ახლა არავის საუბრობს. ეშინიათ და იმიტომ. მიმდინარეობს ცენტრის რეკონსტრუქცია, სადაც არის 25 სახლი, რომელიც უნდა დამთავრდეს მიმდინარე წელს, აბსოლუტურად ესე იგი მოსახლეობისთვის უფასოდ, უტარებთ რეკონსტრუქციებს, მთლიანად უცვლით აბსოლუტურად რაც გამოსაცვლელია გარედან, შიგნიდან. ეს სიტყვით კეთდება, საშვილიშვილო დიდი საქმე და ტურიზმისთვისაც და მათ ოჯახებისთვისაც, იმიტომ რომ ტურიზმის განვითარებას აუცილებლად უნდა ინფრასტრუქტურა და ამ ინფრასტრუქტურას უქმნის ხელისუფლება უქმნის და მთავრობა. სვანეთში პანიკაა მიუხედავად იმისა, რომ მესტეის ცენტრში ყველაფერი ხარაჯვებში ჩასვეს და გამალებული აღმშენებლობა მიმდინარეობს მოსახლეობა ჩივის, რომ ხელისუფლება ხალხს საქმის კურსში არ აყენებს. არავინ იცის რა ღონისძიებებია დაგეგმილი პროგრამის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ. უამრავი კითხვის მიუხედავად პასუხისგამცემი არ საჩანს. გამოვიდეს გუბერნატორი და დაგველაპარაკოს.
სვანეთში სიტუაცია 7 ივლისის შემდეგ დაიძაბა, როდესაც სპეცოპერაციის შედეგად ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი ნავერიანი და მისი 3 ნათესავი დააპატიმრეს. ზემო სვანეთში არსებული მწვავე პრობლემის გადაჭრა ფინანსური რესურსების სიმწირის გამო ვერ ხერხდება. ხელისუფლებას არ ყოფნის თანხები ადგილობრივი მოსახლეობისთვის თუ სახელმწიფოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიც ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ღონისძიებების განხორციელება თუ სვანეთში არსებული უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. შედეგად მოსახლეობის ერთ ნაწილს ცხოვრება დატბორილ სახლებში უხდება. ასევე ყოველწლიურად ზიანდება და ინგრევა კოშკები, მაჯურები და ეკლესიები, რაც სვანეთის ერთ-ერთ მთავარ მიმზიდველობას წარმოადგენს. მსგავს სიტუაციაში ორმაგად მნიშვნელოვანი იყო მესტიის განვითარების გეგმის განხორციელება და ზუგდიდი მესტიის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რისთვისაც ხელისუფლებამ სოლიდური თანხა გამოყო. ამ პროექტის მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებაში, თუმცა სვანეთის რეალური საჭიროებები ადგილობრივ დონეზე განსაზღვრას ითხოვდა. პროექტის საწყისი ფაზა მოსახლეობის ინფორმირებას და ჩართულობას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, მასში არ აისახა ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია მესტიის განვითარებისთვის და უშუალოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, გაჩნდა კონფლიქტი. ეს რეალურად მესტია უნდა გახდეს, ანუ ხო საქართველოს ყველაზე მთავარი კურორტი. ეს უნდა გახდეს ევროპაში ყველაზე მაგარი სათხილმო კურორტი. ბუნებრივი პირობებით, ესე იგი, თოვლის რაოდენობით, სიმშრალით კლიმატის, ინფრასტრუქტურით, ფოჩი აეროპორტი, ამის აეროპორტი, ბეტონის გზა აქამდე, ელექტროგაყოლმოყოლი, მზის ენერგია. სადაც არის სათხილამურო სპორტი მსოფლიოში. ყველგან ხალხი ცხოვრობს დიდრულად. გამოვითარეთ, ავაშენეთ. გამოდი რა, იყო რაც საوارია გამდიდრებით. დღეს უკვე დახარჯულია მილიონობით დოლარი მესტიაში სათხილამურო ტრასების მოსაწყობად. მაშინ, როცა ის ტერიტორიებისა და ტრასები ეწყობა ადგილობრივების თქმით, მათი ისტორიული საკუთრებაა და ისინი ინფორმირებულებიც არ არიან პროექტის შესახებ. გარდა ამისა, დიდი თანხა იხარჯება მესტიის ცენტრში არსებული შენობების რეაბილიტაციისთვის, რომელთაც არანაირი კულტურული და ისტორიული ღირებულება არ გააჩნია. მაშინ, როცა მიზერული თანხებია გამოყოფილი ისტორიული კოშკებისა და სხვა ნაგებობების გადასარჩენად. ამ მხრივ, ადგილობრივების განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია მესტიის ცენტრში საციგურაო მოედნის მოწყობამ, რომელზეც 202.505 ლარი დაიხარჯა. ამ საკითხების დასარეგულირებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩისგან წერილიც მიიღო, თუმცა მთავრობის რეაგირებას ნავერიან ჯაფარიძეების სკანდალმა დაასწრო. სვანეთში ფიქრობენ, რომ ამ ფაქტით ხელისუფლებამ მთლიანად სვანეთის დაშინებას შეეცადა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ეჭქვეშ დადგა უსაფრთხოების პრობლემა მესტიაში, რაც წლების განმავლობაში სვანეთში ტურიზმის განვითარების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. მიწას სვანეთში ხელისუფლება ჩუმად ყიდის და ამას ხელს უწყობს სვანეთის თავისებურება და თუ როგორ მიმდინარეობდა აქ მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებული პროცესები. სვანეთი მცირე მიწიანი და ყველა ოჯახს აქვს მიწის ნაკვეთები, რომელიც წინაპრებისგან ერგო. მიწა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირამდე იყო გადანაწილებული. კომუნისტების პერიოდში კერძო საკუთრება, რა თქმა უნდა, არ არსებობდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი ადგილობრივი მოსახლეობა მოხუცებთან მივიდა, რომელთაც კარგად ახსოვდათ, სად ვისი მიწა იყო. თავად მოსახლეობა შეთანხმდა საზღვრებზე და მას შემდეგ ეს ნაკვეთები სარგებლობაში ჰქონდა, თუმცა უმეტესობა პრივატიზებული არ იყო. ბევრმა მათგანმა სახლის პრივატიზაციაც კი ვერ მოასწრო. ამ დროისთვის მესტიაში მიწების პრივატიზების პროცესი შეჩერებულია. თავის დროზე მიწის საკუთრებაში გაფორმებას იმ ფაქტმა შეუშალა ხელი, რომ თვითონ ნაკვეთის პრივატიზება 100 ლარზე მეტი ჯდებოდა. მცირე მიწიანობის გამო სვანეთში მოსახლეობას ერთი დიდი კი არა, რამდენიმე პატარა ნაკვეთი აქვს. სულ შეიძლება 9-12 ნაკვეთი ჰქონდეს. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეს მიწის პრივატიზაცია 1000-2000 ლარი უჯდებოდა, რის გამოც ეს პროცესი სულ რამდენიმე კაცმა გაიარა. ამჯერად მესტიაში პრივატიზაცია საერთოდ გაჩერებულია, რაც მოსახლეობაში პანიკას ქმნის. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად კეთდება, იმისთვის, რომ ხალხს მიწები წაართვან.
მესტის განახლების ბიუჯეტი 51,246,205 ლარია. ამ თანხით დაფინანსდება შემდეგი სამუშაოები: ცენტრალური და ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია 37,627,700 ლარი, საციგურაო მოედნის მოწყობა 202,505 ლარი, სამთო სათხილამურო ტრასის მშენებლობა 4,700,000 ლარი, დაბა მესტიის ცენტრის კეთილმოწყობა რეაბილიტაცია 3 მილიონი ლარი, დაბა მესტიის სანიაღვრეების რეაბილიტაცია მშენებლობა 1,397,000 ლარი, დაბა მესტიაში წურნიაშის წყალსადენის რეაბილიტაცია 1,719,000 ლარი, დაბა მესტიის ქუჩების კეთილმოწყობა 2,500,000 ლარი. სათხილამურო ტრასა, რომელიც პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში უნდა მოეწყოს, ადგილობრივების სათიბებზე გადის. მოსახლეობა გაურკვევლობაშია. გაუგებარია, როგორ უნდა გაკეთდეს ტრასა ხვის მიწაზე. გადაუხდიან თუ არა მათ კომპენსაციას და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ადგილობრივები შეშობენ ასევე, რომ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ობიექტების მშენებლობა მათი მიწის სხვა ნაკვეთებსაც შეიწირავს. ყველაზე დიდი თანხა 37,627,700 ლარი გამოყოფილია გზების მშენებლობისთვის. ვინ დააგებს ამ გზას თუ არა მეგზავე. ასეთიც მოიძებნა კანდიდ იგივე კახაკუციანი, რომელიც მესტიის მაჟორიტარი დეპუტატია. დაიბადა 1959 წლის 1 მაისს მესტიის რაიონში. არის დაოჯახებული და ჰყავს 3 შვილი. ინჟინერ-მშენებლის დიპლომი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო. მისი შრომითი საქმიანობა კი შემდეგნაირად გამოიყურება. მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეთვალყურე გახლდათ. ასევე იყო ჰიდროთებს პროექტის ამიერკავკასიის განყოფილების ჰიდროტექნიკური განყოფილების ტექნიკოსი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი, საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო საკვლევადიებო კანტორაში საგზაო განყოფილების ინჟინერის თანამდებობა 76 წელს დაიკავა. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ცხინვალის საგზაო სარემონტო სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელის პოსტი 1978 წელს ეკავა. 79 წელს დაინიშნა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საგზაო საექსპლუატაციო უბნის უფროსად. 1986 წლიდან საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ხაშურის მეხუთე საგზაო სარემონტო სამშენებლო სამმართველოს უფროსი გახლდათ. 89 წელს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროს ქუთაის ავტოგზის უფროსი იყო. 91 წელს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატიც გახლდათ. 1992 წელს ერთ-ერთმა მთავარმა მეგზავემ მესტიის რაიონის გამგებლის თანამდებობა დაიკავა. 92-97 წლებში გახლდათ სახელმწიფო კონცერნ საქავტოგზა გზების ექსპლუატაციის სამმართველოს უფროსი, საგადასახადო სამმართველოს უფროსი და თავმჯდომარის მოადგილე. 97-დან 2004 წლამდე, ანუ თითქმის 7 წლის განმავლობაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ასევე თავმჯდომარე. 2006-2008 წლებში სამშენებლო ორგანიზაციების ასოციაცია მანკაბ 21-ს პრეზიდენტი, 2008 წელს საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი. დეკლარაციაც ბევრად განსხვავებული არ არის სხვა დეპუტატებისგან ერთის გარდა. 2009 წლის შევსებულ დეკლარაციაში კანდიდ იგივე კახაკვიციანს უძრავი ქონება საერთოდ არ გააჩნია. 2011 წელს კი მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე შემდეგი ობიექტები ჩნდება. კანდიდ კვიციანი მიწის ნაკვეთი საქართველოში, ბორჯომში საერთო ფართით 1300 კვადრატული მეტრი. კანდიდ კვიციანს ეკუთვნის ასევე მიწის ნაკვეთი ისევ ბორჯომში 1300 კვადრატული მეტრის ფართობით. კანდიდ კვიციანის სახელზეა რეგისტრირებული არასაცხოვრებელი ფართი საქართველოში, თბილისში, კაკაბაძეების 10 ნომერში. ასევე კანდიდ კვიციანს ეკუთვნის ამავე ქუჩაზე, ამავე ნომერში რეგისტრირებული ფართი 164 კვადრატული მეტრი. მეუღლე ნანა შუკვანის სახელზეა რეგისტრირებული ბინა ჭავჭავაძის გამზირზე 41 ნომერში 81 კვადრატული მეტრი. ნანა შუკვანის სახელზეა ასევე რეგისტრირებული მოსაშვილის 18-ში 230 კვადრატული მეტრი ბინა. კანდიდ კვიციანს ეკუთვნის ბინა საქართველოში, ასევე თბილისში, გაბაშვილის 8 ნომერში საერთო ფართით 120 კვადრატული მეტრი. კანდიდ კვიციანს ეკუთვნის ასევე მიწის ნაკვეთი თბილისში, კაკაბაძეების 10 ნომერში საერთო ფართით 1188 კვადრატული მეტრი. მაგრამ ეს ერთადერთი სხვაობა არ არის. 2009 წელს კანდიდ კვიციანი მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით შემდეგი კომპანიების დამფუძნებელია: შპს ენგური 2006, შპს საქართველოს ისრაელის საქმიანი სახლი, შპს კაპიტალი და შპს SSM კონსულტაცია. მოგვიანებით მან მინდობილობით აღნიშნული კომპანიების საკუთარ შვილს მისცა. 2011 წლის დეკლარაციაში კი კანდიდ კვიციანი ამ კომპანიების დამფუძნებლად აღარ არის მითითებული.
ანატომიის წყარო, რომელმაც კონფიდენციალურად დარჩენა არჩია, ამბობს, რომ კანდიდ კვიციანს, რომელსაც შევარდნაძის დროს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგზაო ფონდის თავმჯდომარის ბორის სარალიძის მოადგილის პოსტი ეკავა, თავისუფლება ძვირი დაუჯდა. მისივე ინფორმაციით შევარდნაძის კლანის წევრად სააკაშვილ სარალიძე არაერთხელ მოუხსენებია და რევოლუციის შემდეგ კანდიდ კვიციანიც კი დააკავეს. თავისუფლებაში მან მალევე 15 მილიონი დოლარი გადაიხადა. აქვეჩვენის წყარო აცხადებს, რომ კვიციანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნოდარ გრიგალაშვილის ახლო ნათესავია და გარდა ამისა, კახა კვიციანი ტარიელ უმიანის ახლო მეგობარი იყო. ისთან ერთადაც მას მოსკოვში სამშენებლო ბიზნესიც კი ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით ონიანმა მას წაართვა. რესპონდენტი ამბობს, რომ სწორედ სააკაშვილთან დაახლოებულმა კანონიერმა ქურდმა ონიანმა უზრუნველყო კვიციანის თავისუფლებაზე ყოფნა. მართალია 15 მილიონად, მაგრამ აქ დაიწყო მეგზავე კახა კვიციანის გზა პოლიტიკისკენ. გზა, რომელიც პირველ რიგში ფულზე გადიოდა. მესტიელები ტელეკამერის მიღმა ყვებიან, რომ მესტიის განახლების ძირითად სამუშაოებს სწორედ კვიციანის კომპანიები ენგური და მტკვარი ასრულებენ. შეპასა ენგურს კი, რომელიც სვანეთშია რეგისტრირებული და რომლის დამფუძნებლადაც ერთ-ერთ დეკლარაციაში კვიციანი მითითებულია, საკუთარ საქმიანობად ხე-ტყის გადამუშავება აქვს მითითებული. ადგილობრივების განცხადებით კი ყველა ძირითად სამუშაოებს დასახელებული კომპანიები ან მათი შვილობილი ფირმები აწარმოებენ. მესტიის განახლებისთვის დახარჯული თანხები და მესტიის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტი შემდგომნაირად გამოეღურება. აეროპორტისკენ მიმავალი გზის და დაბა მესტიის განათება ძველის დემონტაჟთან ერთად 2.293.500 ლარი ჩდება. აწვალის მთაზე სათხილამურო ტრასისთვის საჭირო პირველადი სამუშაო და ბუჩქოვანი ტერიტორიის გაწმენდა ბიუჯეტს 1.220.000 ლარი უჯდება. ამავე ტრასისთვის საჭირო თოვლგამწმენდი ტექნიკის შეძენა კი 878.500 ლარი დაჯდა. მესტიელებს საბაგირო გზის მშენებლობა 2.158.500 ლარი უჯდებათ. ყველაზე ცოტა კი სკოლების რეაბილიტაციისთვის არის გამოყოფილი 94.000 ლარი. გარდა ამისა, ანატომიის წყაროსგანვე ხდება ცნობილი, რომ კვიციანის კომპანიამ ამ დროისთვის შეკვეთა მიიღო მესტიის საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციაზე, რომლისთვისაც 17 მილიონი ლარია გამოყოფილი. ჩამორთმეული მიწები, გახარჯული 50 მილიონი და გაჩუმებული სვანები. კახა კვიციანი ამ ყველაფრის პატრონი უნდა ყოფილიყო ასე თვლიან სვანეთში, მაგრამ ადგილობრივები ამბობენ, რომ კვიციანმა ძირითადად საკუთარ ჯიბეს უპატრონა, რომელიც ხელისუფლებასთან საერთოა. საუბარი რევოლუციის შემდეგ 7 წლის მერეც ისევ კლანზეა, რომელიც ახლა შეიძლება ვიღაცისთვის ლეგიტიმურია. მეორეს მხრივ სახეზე განახლებული მესტია გვაქვს, სადაც დაგებულ ქვაფენილს ყრიან და მერე ისევ რამდენჯერ მეაგებენ. სადაც სვანხელოსნებს აბრალებენ სათხილამურო ტრასაზე ბოძების თავდაყირა დამონტაჟებას, სადაც 1 წლის წინ გაკეთებულ განათებას ხსნიან და ახალს ამაგრებენ, სადაც აეროპორტს აშენებენ, მაგრამ ეს ტურისტებისთვის კეთდება და სვანებს კი არავინ არაფერს ეკითხება. ჯვიჩქაროთ, მაგრამ ანანაჩქაროთ. და ოლიმპიური ზომის ღია საციგურაობს მე თვითონ გავხსნი 31 დეკემბერს მესტიაში. თავის რამდენიმე სასტუმროსთან ერთად უყურთ პაკეტში. მესტია დღეს არის უნიკალური, მაგრამ სპეციფიური, ეგზოტიკურია იმ გაგებით, რომ მართლა უნიკალური კულტურული ტრადიცია. მესტია უნდა გავაკეთოთ 10 ჯერ უკეთესად ვიდრე სიღნაღი. მესტიაში ყველა კვადრატული მეტრი აიყვანეთ კონტროლქვეშ. რო ეხა არ დაიწყოთ დატაცება, ჯიხურება, მიწის ნაკვეთება, ყველა კვადრატული მეტრი. სამწუხაროდ მესტიის მაჟორიტარის ნაციონალური მოძრაობის იმ წევრთა შორის აღმოჩნდა, რომელმაც დასმულ შეკითხვებზე პასუხს თავი აარიდა. ზოგადად არ დაარღვია ნაციონალური ტრადიცია, უარი ეთქვა ანატომიისთვის ინტერვიუზე. რადგან საინტერესოა, რამდენი ტურისტი ჩავიდა ამ დროისთვის მესტიაში, რა რაოდენობის შემოსავალი მიიღო აქედან ადგილობრივმა მცხოვრებმა. ნამდვილად მისი კომპანიები ასრულებენ თუ არა ძირითად სამუშაოებს განახლებულ მესტიაში და როგორ მოახერხა დეპუტატის ხელფასით 2 წელიწადში 4 საცხოვრებელი ბინის და 3 ტერიტორიის ყიდვა. გამოდის, რომ ისევ თქვენ თვითონ ნანახიდან გამომდინარე უნდა უპასუხოთ ამ შეკითხვებს და გაიცნოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის წევრია, რომელიც პასუხისმგებელია მესტიელების კეთილდღეობაზე და არა მხოლოდ მათი. ფაქტი ერთია, რომ ხელისუფლების მხრიდან ხშირად დაყვადრებული შევარდნაძის ეპოქა საქართველოში ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. იმ ფულს, რომელიც დღეს ქვეყანაში ტრიალებს, დიდი ისტორია აქვს. ისევე როგორც ადამიანებს, რომელთა ანატომიურად შესწავლასაც ჩვენ ვაგრძელებთ. მანამდე კი ვიფიქროთ საკუთარზე.